სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ყოველდღე ვაქვეყნებ ვიდეოებს ძველი და ახალი აღთქმიდან, წმინდა წერილიდან, ჩვენი მამების გამარტებით და ქართველი წმინდანების შესახებ ასევე წინასწარმეტყველებზე არხზე შეგიძლიათ მოისმინოთ ფსალმუნები, ასევე წმინდა ბასილი დიდის გამარტებით და სხვა წმინდა მამების გამარტებით. არის ასევე საინტერესო თემები და საკითხები, რომელიც ჩვენი ყოველდღიურ ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია და ესე იგი ყველას გვაინტერესებს, გვაწუხებს და ესე იგი აქტუალური საკითხებიც ასევე. დარჩით არხზე და მიიღეთ ყოველდღე სულიერი საზრდო. ღმერთმა დაგლოცო და ღმერთმა გაგახაროთ. მეგობრებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას სწავლას ბასილი დიდის და გამარტებით. ეს არის ფსალმუნის 61. დასასრულსა იდითუმისთვის ფსალმუნი დავითისი. პირველი მუხლიდან ვიწყებთ. ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი, რამე თუ მის მიერ არ ცხოვრებაი ჩემი. ბასილი დიდი გამარტავს, რომ ესე იგი ეს სიტყვები ნახეთ, ღმერთია ჩვენი ხსნა, ხო, ღმერთშია ხსნა ასევე და ასევე გვასწავლის, რომ სული მხოლოდ ღვთისადმი, ესე იგი მორჩილებით პოულობს სიმშვიდეს. შემდეგი მუხლი მეორე. რა და რამე თუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არა შევირყიო უფრო ის. წმინდა ბასილი დიდის თქმით და გამარტებით, მეგობრებო, ანუ ნახეთ, ღმერთი ჩვენი მფარველია, ხო? და იგი ამბობს, რომ ღვთის მადლით ჩვენი სული მტკიცე რჩება ყოველ განსასწელში. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა სიტუაციაში, ესე ვთქვათ, ცხოვრებისეული განსასწრელი იქნება, თუ რაღაც გაჭირვება იქნება, ხდება ხოლმე, თუ რაღაც პრობლემები იქნება, სერიოზული და ჩვენ უნდა მიმართოთ ღმერთს და არა რაღაც სხვა საშუალებებს, ხო? იქ რაღაც ალკოჰოლს და მოკლედ ასე შემდეგ. ანუ ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთგულნი და ესე იგი აქ ზუსტად გამოიხატება ჩვენი რწმენა. და უფალი ყოველთვის გვიყურებს, რას გავაკეთებ ჩვენ და ესე იგი რას მოვიმოქმედებთ. შემდეგი ვაგრძელებთ, შეგახსენებთ, ეს არის ფსალმუნის 61, მესამე მუხლი. ვიდრემდის დაესხმით კაცთა ზედა და მოკლავთ თქვენ ყოველნივით არცა კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა. ესე იგი ბასილი დიდი გამარტავს, რომ ბოროტი თავს ესხმის სუსტს და ესე იგი ის გვარწმუნებს, ანუ ბასილი დიდი გვარწმუნებს, რომ ღმერთი იცავს მართალს, თუნდაც მტრები ძლიერნი ჩამდნენ. სიტყვებია. ხოლო პატივისა ჩემისაი იზრახეს განშორებაი და რბიოდეს წურილით პირითა მათითა აკურთხევდეს და გულითა მათითა სწევდეს. ესე იგი მტრის სიცრუე ანგრევს და ბასილი დიდი გვარცხლებს, რომ ორ პირის სიტყვა ეს ცოდვა, მაგრამ ღმერთი ხედავს გულს, ხო, მეგობრებო, ღმერთი უყურებს მხოლოდ ჩვენ გულს და შემდეგ უკვე ჩვენს, ასე ვთქვათ, გარეგნობას, ხო? გარეგნულს ეს უკვე მეორე ხარისხოვანია, ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა აუცილებელია და მეტანი აუცილებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში უფალი უყურებს ჩვენს გულებს, ხო? შემდეგი, მეხუთე მუხლი. გარნა ღმერთსა დაემორჩილეს სულო ჩემო, რამე თუ მის მიერ არს თმენაი ჩემი.
ასეთი გამარტებაა მეგობრებო, რომ ღმერთი გვაძლევს მოთბინებას და წმინდა ბასილი გვიბიძგებს სული ღვთის ნებას და დავუმორჩილოთ, რათა სიმშვიდე ვიპოვოთ. მეგობრებო, მინდა გითხრათ აქვე, რომ აუცილებლად მე არაერთ ყოველთვის ვამბობ და ეხლაც გავიმეორებ, რომ ყოველთვის როდესაც უსმენთ ან საფსალმუნებს, ან ძველ აღთმას, ან ახალ აღთმას, არღზე მაქვს, მე იცით თქვენ, შებრძანდით და ანუ ყოველთვის როდესაც უსმენთ, ესე იგი ანუ ეს ხა ვის პირველად მე ესმის, ამათთვის ვამბობ, რომ აი შებრძანდით, ვისაც სული გაქვთ, არღზე არის და მოусმინეთ ძველ აღთმას, ახალ აღთმას, ფსალმუნებს და ასევე აუცილებლად მეგობრებო, ყოველთვის თანეყოლიეთ, ესე იგი ტექსტს გააყოლეთ, თვალი გააყოლეთ ტექსტს და ესე უფრო კარგად ახმადი იქნება, უფრო კარგად გასაგები იქნება, მარტივად და ესე იგი კარგად ესე თქვა ჩაგიჯდებათ გულში და გონებაში. კარგით, გავაგრძელოთ მეექვსე მუხლი. და რამე თუ იგი არის ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესაბედრებელი ჩემი და მე არ შევირყიო. ანუ ღმერთი ჩვენი საყრდენია, ხო, ბასილი დიდი ამბობს, რომ ღვთის მფარველობა გვაძლევს სიმტკიცეს ყოველ განსასწელში. შემდეგი მე-7 მუხლი. ღმრთისა მიმართ არის ცხოვრებაი ჩემი და დიდებაი ჩემი, ღმერთის შეწევნისა ჩემისაი და სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ. ანუ ღმერთი ჩვენი, ესე იგი, სიცოცხლეა, ცხოვრება არის, წმინდა ბასილი გვარწმუნებს, რომ ნამდვილი დიდება და იმედი მხოლოდ ღმრთისგან მოდის. გახსოვთ სახარებაში უფალი რო ამბობს, მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ აღდგომა, ხო? შემდეგი მერვე მუხლი. ესევდით მას ყოველი კრებული ერისაი, განფინენით მის წინაშე გულნი თქვენი, რამე თუ ღმერთი მწე თქვენ და არს. ნუ ღმერთს გაუხსნათ ჩვენი გულები მეგობრებო და წმინდა ბასილი გვიბიძგებს, რომ ესე იგი ყოველთვის ვილოცოთ და ღმერთს მივენდოთ, რადგან ის ჩვენი მფარველია და როგორც აი პავლე მოციქული ამბობს ეპისტოლეებში, ჩვენ აუცილებლად გავივლით ამასაც პავლე მოციქულს და არა მოციქულთა საქმეს და შემდეგ ეპისტოლეებს, რომ მოუკლებლად ილოცოთ, ანუ ყოველთვის უნდა ვილოცოთ ჩვენ, ხო, აი ჩვენი ესე ვთქვათ, იარაღი არის მტრის წინაშე და მტერი ერთი არის, მტერი არის ზეშმაკი, რომ ესე იგი იესოს ლოცვა. ჩვენ მუდამ უნდა ვიმეოროთ. შემდეგი მე-10 მუხლი. ნუ ესავთ სიცრუვესა და კაცებად ნუქსურის სიმდიდრე და თუ გარდაგერეოდეს, ნუ შეაპყრობთ უკაცრავად, ნუ შეაპყრობთ გულთა თქვენთა. ანუ სიმდიდრე ეს ამაოა ყველაფერი და ესე იგი სიცრუესა და რომ ამ სიცრუესა და ქვეყნიურ სიმდიდრეზე დაყრდნობა უსარგებლოა, ნამდვილი საგანძური არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთში. ერთჯერ თქვა ღმერთმა და ორი ესმესმა, რამე თუ ღმრთისა არის სიმტკიცე. ღმერთის სიტყვა მტკიცეა მეგობრებო და ესე იგი ბასილი დიდი ამბობს, რომ ღვთის ძალა ერთადერთი ჭეშმარიტი საყრდენია. და ბოლო მუხლი, ეს არის მე-12, და შენი არის უფალო წყალობაი, რამე თუ შენ მიაგო კაცსა საქმეთა მისთაებრ. ღმერთი სამართლიანად განსჯის და რომ ესე იგი წმინდა ბასილი გვარწმუნებს, რომ ღვთის წყალობა და სამართალი ყოველთვის თანაარსობს. მეგობრებო, აუცილებლად წაიკითხეთ ფსალმუნები, დიდესი მადლია, გაყვებათ მთელი დღე, გნებავთ ესე იგი დილა საღამოს ლოცვის შემდეგ წაიკითხეთ, გნებავთ შუა დღეს, გნებავთ ვით სახლშია, ვით სამსახურშია, გამოყავით 10-8 წუთი, რომ წაიკითხოთ ფსალმუნები. ღმერთმა გაგახაროთ, დიდი მადლობა.